აი ზეგან ვისაუბრეთ, მაგრამ აი მაინც კონკრეტიკას თან მინდა ეს ხელისუფლება, რომელიც მოვიდა რევოლუციის, ვარდების რევოლუციის გზით, იყო ოპოზიციონერი. თავის დროს ოპოზიციაში იყო. და აწარმოებდა მაშინაც ძალიან სერიოზულ PR კომპანიას. ანუ იყო იქ შეიქმნილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, იყო შექმნილი კმარა, იყო ხარდაჭერა. ხო, რა თქმა უნდა, ნუ არა, ეს გეგმა, ნუ ვიცით და ძალიან ბევრჯერაც უსაუბრიათ აქ. უსაუბრიათ და ის დაწერილია პრაქტიკულად. არა, და ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მანქანა, მექანიზმი, რაც მაშინ მუშაობდა იმ დროინდელი ოპოზიციას, გულისუფანო დღევანდელ ხელისუფლებას, ეს იყო ტელევიზიის არსებობა ამ რეალობაში. და რუსთავი ორის როლი და საერთოდ ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა და ნუ აგრესიული და ნუ მაშინ ყველას საზოგადოებაში უკვე მომწიფებული იყო ეს პროცესი, რომ უკმაყოფილება იყო შევარდნაძის მიმართ, მის ხელისუფლების მიმართ, ეს განწყობა არსებობდა საზოგადოებაში. მაგრამ არ ყოფილიყო თქვა რუსთავი ორის ფაქტორი, რომელსაც მიჯაჭვული იყო თითქმის რევოლუცია არ მოხდებოდა. ნუ მოხდა ეს რევოლუცია, რა თქმა უნდა, გახდა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია და რადიკალურად შეცვალა ფირფიტა, ასეთ შეიძლება ითქვას. ახლა იმათი ვისი არა, ხო, ანუ მაგრამ ამ მომენტში წარმოიქმნა მეორე ტელევიზია, არსებობდა, მაგრამ ეს ჩაენაცვლა როლები გაცვალეს თითქოს აქეთან საზოგადოებრივ არა, იმედზე მაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ნუ საიდანაც პრინციპში რაღაც ნაპრეწკალმა წარმოშო ის პატარა კოცონი, საპროტესტო კოცონი, რომელზეც თქვათ მოხდა 7 ნოემბრის მოვლენები. და მე ეს ჩემ ანალიზს ვამბობ, მოკლე იმითი და ესეთი ჩემი რწმენა, გამარწმენა არის, რომ არაიმდენად მოხდა დემონსტრანტების და მოშიმშილეების დარბევა 7 ნოემბერს. ძალის ჩვენება ერთი და მეორე მიზანი სულ სხვა რაღაცა იყო. მიზანი იყო აი ამ ტელევიზიის გამოყვანა თამაშიდან. რთული ის არის, ასე ვთქვათ, დასკვნის გაკეთება რთული, იმიტომ რომ ინფორმაცია არა, მისაწვდომი ინფორმაცია არ არის, ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით. იქ ძალიან რთული თამაშები იყო, ბევრი რამე იყო ჩართული და ასე შემდეგ. შეიძლება ამ აქვს ესეთი სრული უფლება, რომ იარსებოს. მაგრამ მეორე მხარე არის ძალიან საინტერესო, რომ რეალურად 7 ნოემბრის დემონსტრაცია თავდებოდა რა. ხო, მინელებული იყო. თავდებოდა ის, ესე იგი, თავისი შეცდომა იყო. მაინც ესე იგი აიღოს და მაინც დაარგეს, ესე იგი. იმდენად საჭირო ჩათვალეს, რომ ეჩვენებინა. ამ ტელევიზია გადაფარვა რომ მოხდა, მე ესე გადაფარვა მოხდა თქვა. იმით რომ ხალხი დაიაყოლოს და ძირითადი მაინც იყო ძირითადი ამოცანა იყო, იმიტომ რომ მაშინ სერიოზული საპროტესტო ტალღა წამოვიდა ამ ტელევიზიიდან გაშუქებული სიუჟეტები, თუნდაც გირგვიანის კვლელობა, რომელიც იყო ამომავალი წერტილი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იმ რაღაც უსამართლობის გირგვიანის კვლელობის ასე ვთქვათ სიტუაცია იყო, ესე იგი პირველი სერიოზული შეცდომა ამ ხელისუფლების. ჩემი იქიდან დაიწყო აი მათი არ დამოუწყდა შევედით თქვი რომ ესე იგი ხალხო ეს ამავე არ დამთავრდება არასოდეს. არც არ დამთავრდება. არც უნდა დამთავრდეს. ხო, არც უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ეს უნდა ბოლომდე მივიდეს, ხომ ეს ამათ ილუზია შეექმნათ, რომ ჩვენ შეიძლება ეს რაღაც ისე გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი არ დამთავრდებოდა ეს და მე ამას მოყვა კიდე სხვა შეცდომა, ძალიან სისულელე უქნია თუ ესე იგი ტელევიზიის გამო ხალხი. არა, ეს მე არა, მე მაინც ფიქრობ, რომ ეს ცოტა კიდე სხვა რამე, მაინც ხელისუფლებას ჰქონდა იმის
იმის პრეტენზია და იმისი განზრახვა რომ ჩვენებინა ხალხისთვის რომ აი ჩვენ ვართ ძლიერი უკვე სახელმწიფო ჩვენ ვართ თუნდაც პოლიციური ძალების სახელმწიფო რომელსაც აქვს ესე იგი რეზუმის ტყუის ცროლელი იარაღი ეს პატარა ბიჭები არიან ეხლა თლათ ისინი ხო არ იყვნენ ჭკუადამჯდარი ხალხის პოლიციელები რომელიც ვარჯიშობდნენ ამ რეზუმის ტყუებს და ეხლა უნდა უკაცკაცებდა ტკრილები და აი და ისრულეს და გააკეთეს ის რაც გააკეთეს ხო ეს იყო შეცდომა და მიხვდნენ თვითონ ეხლა მიხვდნენ ფოტოშურის ძალიან სერიოზულად მიხვდნენ რომ ეს იყო დიდი შეცდომა მაშინდელი ეს ვარიანტი ეს ქვეყნის იმიჯზე ხო არ ყოფითად მოქმედებს ეს რა თქმა უნდა ქვეყნის იმიჯზეც უარყოფითად მოხდა ის რომ შეუქცევადი პროცესი მოხდა დღეს არის შეუქცევადი ვითარება კი ხელისუფლება არის თავის ადგილას ხელისუფლება არის თავისი ადგილი უჭირავს მაგრამ რეალურად ესე იგი ეს ხელისუფლება ჩვენ გულებში ასე ვთქვათ არ არსებობს აი ეს სიტუაცია ჩვენ გულებში ვამბობ ესე იგი ბევრი ხალხის გულებში ვინც ესე იგი საპროტესტო აქციებზე დადის ვინც ამბობს რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს იმიტომ რომ და მოდის არგუმენტები თუმცა არიან ადამიანები რომელიც ამბობენ რომ აი ხელის და რითი ამართლებენ იცი ამას ეხლა ცოტა სხვა რამეში პიართან არ ვიცი ეს რამდენად კავშირშია მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რომ ესე იგი იცით რა აქ იდეოლოგიური მომენტია რა აი ღირებულებების სისტემა რომ მე ეგეთი განსხვავება ხო ბევრს ადამიანებისგან ბევრს ძალიან ახლოს ვიცნობ და ვიცი რომ ესე იგი ამ ადამიანებს ბოროტები კი არ უნდათ რომ აი ამენერად ადამიანი დაჩაგრონ, გალახონ, ტყვია ესროლონ და ასე შემდეგ. მათ გონიათ ესეთი ილუზია აქვს რომ ამით ყველაფერს დასაცავსეს ესენი აკეთებენ, ქვეყნისთვის სიკეთე უნდათ რომ მოიტანონ. ის რომ დაუშვათ მარტო ახალგაზრდებს 40 წლის ზემოთ არ ვიდა. პრინციპში 40 წლის ზემოთ, ესე იგი შეიძლება ადამიანმა ის ეფექტურად ვერ იმუშაოს, მაგრამ გამოცდილება რომელიც მას აქვს, მე არ ვამბობ ახლა თამის აღების გამოცდილება, მაგრამ არავის აღარ იღებენ 40 წლის ზემოთ, ესე იგი როგორც წესი ადამიანები არ მუშაობენ, თუ ეხლა რაღაცა ფიზიკური სამუშაო არ არის. ეს დიდი შეცდომა არის, მაგრამ ეს ადამიანები ამ ბავშვების რომელიც მე მოვიდნენ ამ ბავშვების მამები არიან ბიძები არიან ბაბუები არიან და ეს ადამიანები დაიძრგუნენ და ეს ადამიანები განიცდიდნენ იმისთვის რომ მათ ფუნქცია დააკარგეს ეს ადამიანები უფრო ადრე მიდიან ამ ქვეყნიდან იმის გამო რომ მათ ფუნქცია დააკარგეს და ჩვენ საზოგადოების რუფასოვანი წევრები ვიღაცა მიიღო ჩემ მაგივრად ის გადაწყვეტილება რომ ამ საზოგადოების რაღაცა ნაწილი გაწირა იმისთვის რომ ეს ფუნქცია დააკარგოს და არა მარტო იმისთვის გაწირა ფუნქცია დააკარგოს ის გაწირას ხშირ შემთხვევაში რეალური ფიზიკური სიკვდილისთვის ღირს იმათ ის რომ ვიღაცა უფრო ადაპტირებულად შევიდეს ამ გლობალიზირებულ სამყაროში იმათ რომ ესე იგი ვთქვათ ეს ადამიანები დაიკარგონ ჩემი აზრით არ აღებს აი ეს არის აი მიდგომებში განსხვავება არის მაგალითად ესე იგი მე ვფიქრობ რომ ეს არის იდეოლოგიური სხვაობა აი ხელისუფლებასა და დაუშვათ არ ვიცი ახლა ოპოზიცია ამ აზრს იზიარებს თუ არა ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ რომ ეს არ ღირს ამათ გაიგეთ ჯობია არა ვთქვათ რაღაც ბალცეროვიჩის გეგმის მიხედვით უცებ და ტკივნეულად გავაყაროთ რეფორმა მე მაგალითად ამას მირჩევნია ცოტა ნელა გატარდეს ეს რეფორმა და გლეხი რომელსაც მოყავს რაღაცა ნელა ვასწავლო მას რომ ესე იგი უფრო უკეთესი ტექნოლოგიით მოიყვანოს ეს თავისი რაღაც კიტრია თუ პამიდორია თუ რაღაც ჩვენ ხო დღეს ესე იგი არ ავჭამთ ქართულ პამიდორს და ასე შემდეგ კარტოფილი ჩვენი კარტოფილი მიაკდა თურქეთში ესე იგი ისინი იყენებენ იმ კარტოფილს და თავისი კარტოფილი მოაქვს ჩვენთან ყიდიან ამ კარტოფილს ამას ხო დაფიქრება უნდა ჩვენ შევედით სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და რა პირობებით შევედით კაცმა არ იცის მაშინაც არავის არ უკითხია ამას ისეთი ხალხი აკეთებდა რომელიც მაინც არ იყურებოდა მაშინ თავარი იყო რომ ჩვენ სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შევედით ეს იყო დიდი ასე ვთქვათ მონოპოლია